დილამშვიდობისა ყველას მეგობრებო, როგორ ხართ, მოგესალმებით. რამდენიმეს უკვე მოგენატრეთ, როგორც კომენტარებში დამიწერეთ და მინდა გითხრათ, რომ მონატრება კარგია, მაგრამ დამოკიდებული ნუ გახდებით ვინმეზე, ნურც შემზე. ეხლა ვმუშაობდი ისევ ბაღში, აი ეს ჩემი სამუშაო ადგილი. გაჩვენოთ ისევ და ისევ მიწას ვქმნი. აი ეს ჩვენი ბიოლოგიურად სუფთა საკვების ნავსაყუდელი. აქ დაახლოებით 2 წელი იყო ეს ნავსაყუდელი და სულ აქ ვყრიდით ყველაფერს. ამას ხშირად გაჩვენებთ ესეთ ვიდეოს, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ. აი ამ ტუალეტის ადგილზე ადრე იყო ზუსტად აი ესეთი ნავსაყუდელი რა. ბიოლოგიურად სუფთა საკვების ნავსაყუდელი, ესე იგი, რაც კი საკვების ნარჩენები რჩებოდა აქ ვყრიდით და აი თქვენ ხედავთ როგორ მიწად გადაიქცა, ხო? ჯოხები, ბალახი, სტაფილოს ნათლები, ვაშლის ნათლები, რაც ბაღიდან თქვათ ამოვა, ხო, რასაც მოვხვეტავთ აქ ვყრიდით, ყველაფერი ჩვენ ბიოლოგიური საკვები არ გადაგვიყრია, კურკები, ბანანის ყველაფერი რა, მოკლედ ყავის ნარჩენები და ასე შემდეგ. ეს ადგილი ახლა სადაც ვაკეთებთ, აი ამ ადგილს, აი აქ იყო ეგ ადრე, გავასუფთავეთ მე ეს ადგილი. ამას დაახლოებით 2 წელი სჭირდება, რომ სასუქი წარმოიშვას და აი ახლა გაჩვენებთ სასუქი როგორ ჩნდება. მოკლედ ახლა მაგალითისთვის გაჩვენებთ ამ პატარა ლაპატკით, აქედან ამას ვშლით და ეს მთლიანად მე დავშალე ამ დღეებში. და აი ესე ვცრით. ვცრით, ხო? მოკლედ რაც დარჩება აი აქ, ხო? ნახეთ. ესეც ნიშნულპალაა და ამასაც არ ვყრით ნაგავში, იმიტომ რომ ჩვენთან ბუნკერში ხშირად ვხედავ ხოლმე ნაგავში აი ესეთ რაღაცეებს რა. ნახეთ. ხო, ამ ბოთლებით გვინდა რაღაცის აშენება და ვაგროვებთ. ჩვენ გარედან კი არ შემოგვაქვს, ჩვენ რასაც ვსვავთ, ვაგროვებთ და უკვე რამდენი წლის დაგროვილი გვაქვს ეს ბოთლები. ჩემი მეუღლე სვავს პივას, უყვარს. მოკლედ ეს არის ზუსტად ის პროცესი, რამაც წარმოქმნა ესეთი მიწა რა. აი ესეთი შავი მიწა. აი ეს უყრით, ახლა გაჩვენებთ აგრეებია. კვერცხის ნაჭუჭები, ხახვის ნარჩენები, ყველაფერი რაც ბიოლოგიურია, აქ იყრება. და ეს არ არის ნაგავი, მეგობრებო, ეს არის ნეშონპალად გადაიქცევა, მერე გადაიქცევა სასუქად და მერე ვაყრით აი აქ, ნახეთ? ხო. აი იქაც გვაქვს შემდეგი სტაციონერი და იქითაც მერე გრძელდება, მაგრამ მაგას არ აქვს ხა მნიშვნელობა. დღეს მე სულ სხვა თემაზე მინდა ვისაუბრო რა. ბრძოლის ველზე, თუმცა შესაძლებელია რომ ესენი იყოს კავშირში. ეხლა ნახეთ, ამასაც გაჩვენებთ, ეს სადმი მაქვს და სად ვყრი. და მერე გავაგრძელოთ ის თემა, რაზეც საუბარი მინდა რა თქვენთან დღეს. აი აკვრით ამას. ოღონდ ეს ახლა ჯერ დაუმთავრებელია. აქ გაკეთდება ტერასა, ტერასის ქვეშ მოექცევა ეს ჯოხები, ყველაფერი რაც ნეშონპალაა და შემდეგ ზემოდან გადაიყრება ისევ და ისევ მიწა და იქნება ლამაზი მიწა. დიახ, ასე იქნება და ასე. ამაში რა თქმა უნდა, მეხმარებიან ქათმებიც ამის დაშლაში. ჩვენმა ქათმებმა კვერცხისდება დაიწყეს უკვე და ძალიან საყვარლები არიან. ხო და ამის დაშლაში მეხმარებიან ესე იგი ქათმები, მოდიან ჭიებს და ყველაფერს ჭამენ. ნაგავი რაც ამოდის ნაგავში ვყრი და რაც მეტალი ამოდის მეტალში ვყრი, მე საერთოდ მიყვარს ესე დანაწილება საკითხების. და მოდი ახლა დავიშენებ ცოტა ამ სამუშაოდან და თქვენ გაგესაუბრებით კარგით. ესე იგი ბრძოლის ველი ესეთია, ასე დავარქვი ხო სათაურს. ბრძოლის ველი არის ასეთი, მეგობრებო რა.
ძალიან ბევრი ადამიანი როგორც ქრისტეს ჯგუფში არსებობდა ესეთი რამ რა. მასში იყვნენ მოღალატეებიც, მასში იყვნენ ვითომერთგულებიც, მასში იყვნენ შურიანებიც, მასში იყვნენ გამყიდველებიც, მასში იყვნენ მეტოქეებიც. ანუ ამ მთელ 12 კაცში, რომელიც ქრისტემ აარშია, არის სრული დედამიწის სტრუქტურის, დედამიწაზე სოციალური ურთიერთობების სტრუქტურის სახე რა. მოკლედ, არსებობს ესეთი რამე, რომ ქრისტე არავის არ აგებინებდა და არ აგრძნობინებდა, რომ მე შენ ხედავ, რომ შენ გამყიდველი ხარ, მე შენ ხედავ, რომ შენ ხარ მოღალატე, მე შენ ხედავ, რომ შენ გშურს, მე შენ ხედავ, რომ ჩემი ცოლი გინდა, ვთქვათ. ეხლა ვიღაცა ითქვის, რომ ქრისტეს ცოლი არ ყავდა, არა, ცოლი არ ყავდა, მაგრამ მისი მეორე ნახევარი იყო მაგდალინელი და ძალიან ბევრიც მაგდალინელს ეპოტინებოდა. მაგრამ არა უშავს სხვათა შორის მისი ახლო მეგობრებიდან, ახლო მოსწავლეებიდან. რაც შეეხება იმას, რომ ასეთი ბრძოლის ველი ჩვენს ცხოვრებაში ყოველთვის არსებობს და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის, უბრალოდ ამოცნობა თუ შეგვიძლია, ანუ ქრისტესავით ამოცნობა თუ შეგვიძლია და თუ ხედავთ ადამიანების იქით რა არის. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს ქრისტე აძლევს იმის საშუალებას, რომ განიკურნონ ქრისტესთან დგომით. თუმცა ჩვენ ვხედავთ ესე იგი ფაქტი სახეზეა, რომ ვერ განიკურნენ ზოგ-ზოგი ერთები და ამ 12 საუკეთესო მოწაფესთაგან ვერც ერთი ვერ განიკურნა. თუმცა ჩვენ ვხედავთ შემდეგ განვითარებას, რომ მისივე ცხოვრებაში, ანუ ქრისტეს ცხოვრებაში ვერ იკურნება ადამიანი, როდესაც სანამ შენ სამეგობრო წრეში ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ. რისგან ვერ იკურნება? ესე იგი, შურისგან, პირველი რაც არის შურისგან ვერ იკურნება და მეორე ვნებისგან. აი ეს ორი არის, რაც ადამიანს, სწორედ ადამიანის მიმართ უქმნის პრობლემებს, მეტოქეობას, შურს, შურირაშუაში უთანხმოებას, განხეთქილებას და ასე შემდეგ. ბრძოლის ველი არის ასეთი. იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ჯერ კიდევ ვერ გაქრისტიანდნენ და ქრისტეში ვერ გაერთიანდნენ, ქრისტეს ვერ დაემსგავდნენ, მათთვის ბრძოლის ველი არის, რომ სულ მუდამ გამუდმებით თავისთავთან ბრძოლაში არიან, რომ ზოგს უნდა განკურნება და ვერ იკურნება, ზოგს თავისთავთან ბრძოლაში იმიტომ არიან, რომ აი იმ ადამიანთან, რომელთანაც მივიდნენ და იციან, რომ მასში სინათლეა და მისნაირი უნდათ რომ გახდნენ, უნდათ რომ ის ცოდნა ქონდეთ, რაც მას, აი ხა ჩემ შემთხვევაში ძალიან ხშირია ეს ფაქტები, ხომ? არსებობს მოგზავნილი ადამიანებიც არსებობდნენ ქრისტეს ჯგუფში, სხვათა შორის იმდროინდელი აგენტები და არ გეგონოთ, რომ აგენტები მხოლოდ დღეს არიან, მაშინაც იყვნენ აგენტები. და როდესაც ადამიანი ხედავს აი ამ ვითარებას და იცის, რომ აი ეს ის არის, ხო? რა თქმა უნდა, ახლა ქრისტეს მსგავსი ადამიანი მათ არ აგრძნობინებს და არ ეტყვის, რომ აი შეგამყიდველო და ბოღმავ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ისევ და ისევ როგორც ქრისტე ცდილობდა ამ ადამიანების განკურნებას, ისე ცდილობს ქრისტიანი ადამიანი, რომ მათში დაინახოს სინათლე და აი სინათლე ამოსწიოს მაღლა, ხო? აი ხა ჩემ სამეგობრო წრეშიც თან ძალიან ახლო სამეგობრო წრეშიც ისე რომ ვერ წარმოიდგენენ ისინი, რომ მე მათზე ასე ვფიქრობ, არიან ასეთებიც სამწუხაროდ და მე არ ვეტყვი მათ, რომ აი შეგამყიდველო და შეაგენტო, შეშურიანო და შებოროტო, ხო? არ ვეტყვი, იმიტომ რომ ესენი არ არიან თვითონ ეს ჩემი მეგობრები, არამედ მათში ჩასახლებული აი ეს დემონები, რომლის პრინციპში განდევნაც ქრისტიანს შეუძლია. აქედან გამომდინარე, არასდროს არ ეტყვის ქრისტიანი ადამიანი თავიანთ სამეგობრო წრეში ისეთ ადამიანს, რომელიც უკვე არის ასეთი
შეესეთო და შეისეთო, იმიტომ რომ, ანუ ნახეთ, არის ესეთი შემთხვევები, რომ რაღაცა დროის მანძილზე ამ ადამიანებთან დისტანცია არის საჭირო, მაგრამ როგორც ასეთი მოკვეთა მათი ხო არ ხდება ქრისტიანის მიერ. მეორე ის რომ აი როგორც თქვათ, აი პირდაპირ მამხილებელია ეს საკითხი ეკლესიისა, იმიტომ რომ როგორც კი დაინახავენ რომ ადამიანი ვითომ გზას აცდა, ეგრევე მოიკვეთენ რომ ის საშიშია, ის ბოროტია, ის ეშმაკისეულია და გეგონება ვიღაცა სხვისი მოსაგვარებელია აი ამ ადამიანების განკურნება თვითონ აიგნორებენ ეკლესიიდან და ესეთ ხალხს განმოყუფენ ხოლმე რა. გეგონება სხვისი მოსაგვარებელია, როცა სასულიერო პირი შენი მოსაგვარებელია შებელენჩერო. ხო და სასულიერო პირების მოსაგვარებელი რაც არის სამწუხაროდ უხდებათ ახლა წმინდანებს რა, ერში მყოფ წმინდანებს. და მათზე რა თქმა უნდა დიდი ზეწოლა არის. ზეწოლა კი არა და ტვირთი დიდია, იზრდება, იმიტომ რომ სასულიერო პირი როდესაც თავის ჯვარს იღებს და ისვრის სადღაცა ნაგავში, ხო? და ზედ ჩამოიკიდებს ოქროს ჯვარს, აი ეს უკვე არის გადმოყირავებული აზროვნება, მეგობრებო და ის ჯვარი, რომელიც უნდა აატაროს და რომელი ჯვარიც მან იკისრა, როგორც სასულიერო პირმა, სამწუხაროდ ერში ხდება ამის გამოსწორება ხოლმე და არა ბერში და არა სასულიერო პირებთან. ეხლა ვიღაცა მეტყვის რომ აი ჩვენი მღვდლებიც ბევრს აკეთებენ. ჩვენი მღვდლები ბევრს რომ აკეთებდნენ, დღეს რამდენი პროცენტი ალბათ დაახლოებით მოსახლეობის, ქართველთა მოსახლეობის 30% არის სასულიერო პირი. ისიც ცოტა, ყველაზე ცოტა 30%. 30% არის, იცით რა, მეგობრებო, აი ეს ხალხი რომ თავის საქმეს აკეთებდეს და თავის ჯვარს ატარებდეს, მართლაც არა იმ ოქროს ჯვარს და არა იმ ხის ჯვარს, რომელიც ხელში უჭირავთ და თავებზე აკიდიათ კისრებზე, არამედ თავის ჯვარს, მართლაც რაც დაეკისრათ, აქ მოსულდა. როდესაც გაიარეს მათმა განველი და ზეველი, ხომ? ანუ განველი და ზეველი არის, როდესაც შემოაბიჭეს ამ კარიბჭეში, განის ველსა და დონის ველში. მაშინ ჩვენ მეგობრებო, იმ წუთშივე ჯვარი გვეკისრება, რომელი ჯვარიც არის ჩვენი სულის მისია. აი ამ ჯვარის ტარება ძალიან რთულია და ჩვენი სასულიერო პირები ამას სამწუხაროდ მათაც ბრძოლები ბევრი აქვს, იმიტომ რომ ვეღარ ხედავენ. ეგ მათი ბრძოლა არის. აუ ეხლა ის კაცები მაღლა უნდა ამოვყაროთ, თორე იქ გააფუჭებენ რაღაცებს. ხო და ასეთი ბრძოლის ველზე მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ძალიან უნდა გავაცხადო ეს ხმამაღლა, რომ აი მარტოდ ვგრძნობ თავს, რადგან ძალიან მინდოდა მათთან ერთად მუშაობა. ძალიან მინდოდა მათთან საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ ისინი ისე მოიქცნენ, როგორც არც ერთი ქრისტიანი არ იქცევა, როგორც უკვე დავიწყე წინასწარ, რომ აი ადამიანის დაიგნორება ქრისტიანული არ არის, მათ კი დამაიგნორეს. ეშმაკეული მიწოდეს, შეპყრობილი მიწოდეს, სატანა მიწოდეს, 1000 გვარი რაღაც მიწოდეს, შიზოფრენი მიწოდეს, ფსიქიურად დაავადებული მიწოდეს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა და თქვენ ხომ ხედავთ ნათელი ადამიანი ხედავს ამ ყველაფერს, რომ ეს ასე არ არის. და ბრმა ადამიანი, რომლებიც მათ გავლენის ქვეშ არის მოქცეული და მათნაირად მცდარ გზაზე დგას, რა თქმა უნდა დაიჯერებს მათ სიტყვას და რა თქმა უნდა ასე იფიქრებს, მაგრამ მე ეს ნაკლებად მადარდებს, რადგან ჩემი მისია, ჩემი სულის მისია და ჩემი სულის ჯვარი არის გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე ახლა მე მაგათ დავრჩე და მეტოქეობაში ავყვე. ჩემი სულის მისია არის მათი ტვირთვაც, მეგობრებო და ყველა იმ ადამიანის ვინც გზას აცდა, მათი ტვირთვაც, რაც ჩემთვის მინდა გითხრათ, რომ ძალიან რთული არის და იყო. ჯერჯერობით იყო, რატომ იცით? ვცდილობ რომ შევიყვარო ისიც კი, ვინც ვითომ და მტერი არ ყავს ქრისტეს, მაგრამ
იცით რა არის, რომ ვითომ და მტრად ჩანს, ვითომ და მე მებრძვის, ვითომ და აი მაგალითად სულ ცოტა რო ავიღოთ რა, ძალიან უმნიშვნელო და შიზოფრენი ხო ვარ მაგალითად, მაგრამ თუ უმნიშვნელო და შიზოფრენი ვარ, არავინ არ დაეტაკებოდა ჩემს ვიდეოებს და არ წაშლიდა, არ გამიქრობდნენ ამ ვიდეოებს, არ შემიშლიდნენ ხელს, უბრალოდ გიჟი თავისუფალიაო იტყოდნენ და მიმიშვებდნენ და მალაპარაკებდნენ, მაგრამ საქმეც მაგაშია, რომ ესენი თვითონაც ხვდებიან, რომ ესეთი უმნიშვნელო პიროვნება მე არ ვარ და ძალიან მნიშვნელოვანი სული ვარ ამ დედამიწაზე მოვლენილი, რომ არ თქვათ ეხლა ის, რომ თქვათ მე ამ პარტავნებაში ვარ, არ გეგონოთ. ძალიან მნიშვნელოვანი სულები ისინი არიან, ვინც მთელს კაცობრიობის ცოდებს თავის თავზე ტვირთულობენ. ეს ერთ-ერთი ასეთი იყო ქრისტე და ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია მას დავემსგავსოთ, იმიტომ რომ ამის უფლება ჩვენ ქრისტემ მოგვცა. რა თქმა უნდა, ქრისტეს ვინც ემსგავსება მის გზას გადის, სხვანაირად არ გამოდის ეს. მის გზას გადის. მართალი გითხრათ, ჯვარცმის მნიშვნელობა ისე რომ ჯვარს გაცვან და მოკლან და დაგასისხლენ დღევანდელობის აუცილებლობას აღარ წარმოადგენს, მაგრამ ის გზა სანამ ჯვარ ამ სისხლიან მომენტამდე მიხვალ, არის ძალიან რთული. არ გიგონით რომ ქრისტესთვის მხოლოდ ჯვარცმა იყო რთული. ქრისტესთვის მთელი ის გზა იყო რთული, რამაც ამ ჯვარცმამდე მიიყვანა. მთელი ის მდგომარეობა, რომ ხედავს ადამიანებს, ვერ ფხიზლდებიან და ეუბნება თავის მოწაფეებს, რომ გეტყვით თქვენ სიმართლესო, მე გეტყვით თქვენო, რომ ვერც ახლა გაიგეთო და ვერც მე რო წავალ მაშინ გაიგებთ, რასაც ახლა ვლაპარაკობო. ეს არის ყველაზე რთული გზა იმ ადამიანთათვის, ვინც ქრისტეს ჯვარი იტვირთა, ქრისტეს დაემსგავსა. და არ გიგონოთ, რომ ქრისტეს ჯვარი მხოლოდ ქრისტეს ჯვარი იყო რა. არ გიგონოთ და ყველა დროში შეუძლია ადამიანს შეუდგეს ქრისტეს ჯვარს და დაეხმაროს ქრისტეს ჯვარის ტარებაში. აი ნახეთ, ასეთი მომენტია, როდესაც შენ ხვდები, აი ყველაზე ახლო პირი, რომელიც თქვათ, უნდა რომ იყოს კარგი, აი ხედავ რომ ის წვალობს და უნდა რომ იყოს კარგი, უნდა რომ იყოს შენთან, უნდა რომ იყოს შენაირი, უნდა, მაგრამ რო არ არის და არ გამოსდის. აი ყველაზე რთული ქრისტიანისთვის არის ეს, რომ ხედავ ის წვალობს, უნდა, მაგრამ არ გამოსდის. განა ის, რომ აი საზიზღარი ის ცდილობს, რომ მე დამემსგავსოს. არა, მეგობრებო, ეგ როგორ შეიძლება მე თუ ვთვლი, რომ ქრისტეს დავემსგავსე, როგორ შეიძლება ადამიანის შემშურდეს, რომ მე დამემსგავსოს, ან ქრისტეს დაემსგავსოს, ხო, ეგეთი რაღაც ხო არ არსებობს. თუ მე ქრისტეს დავემსგავსე და ქრისტეს ვგავარ უკვე, ხო, მე მიხარია, როდესაც ადამიანს ხედავ, რომ ისიც ქრისტეს ემსგავსება. პირიქით კი არ არის, რომ აი საზიზღარი როგორ ჩემნაირობა უნდა. არა, მეგობრებო, ესეთი რამე არ არსებობს. თუ ადამიანს ხედავ, რომ შენაირობა უნდა, ხო, მაშინ უნდა დაეხმარო მას, რომ გახდეს შენაირი. მაგრამ ყველაზე რთული არის ის, რომ როდესაც ხედავ, რომ ვერ ახერხებს ამას. აი ეს არის რთული ქრისტიანისთვის, რომ ვერ გემსგავსება. ვერ თავისუფლება შურისგან, ვერ თავისუფლება ბოღმისგან, ვერ თავისუფლება მეტოქეობისგან, ვერ თავისუფლება პირველობისგან, ვერ თავისუფლება ვნებისგან, ვერ თავისუფლდება უბრალოდ. ეხლა იმასაც მოგიყვებით, რას ნიშნავს პირველობა და ბოლო, უკანასკნელი ბოლო პირველი გახდეს და პირველი უკანასკნელიო, ეს ხო აბსურდია, რომ ამიზახის ქრისტე, რომ თუ უკანასკნელი პირველი ხდება და პირველი უკანასკნელი, მაშინ არც პირველი არსებობს და არც უკანასკნელი, ხო? იმიტომ რომ პირველობა ცუდი კი არ არის. მაგრამ თუ ამას მნიშვნელობა გააჩნია, შენ რა მიზნით გინდა რომ გახდე პირველი? ნუ პირის ველი, ხო? სიტყვის ძალა. რა მიზნით გინდა? მაგალითად, თუ შენ გინდა რომ გახდე სიტყვის ძალა მაშინ და შენ სიტყვაზე იაროს ხალხმა, აი ეს არის სწორედ ის, როცა ქრისტიანობს, ვისაც ეს უნდა გახდება უკანასკნელი. და ვისაც პირველობა უნდა, იმიტომ რომ ამ ხალხს გააგებინოს, დაეხმაროს, უშველოს. ქრისტე პირველი იყო, ქრისტე წინამძღვარი იყო. მას უკანამძღვარი არ ერქვა, მას წინამძღვარი ერქვა. მას რისთვის უნდა ქრისტეს წინამძღვრობა, თუ გეუბნება, რომ პირველობა ვისაც უნდადეს უკანასკნელი გახდესო? და თვითონ რატო იყო პირველი მაშინ? აბაში განსხვავება და ესეც უნდა დავინახოთ. ქრისტე პირველია, იმიტომ კი არა, რომ მის სიტყვაზე ატაროს ხალხი, იმიტომ რომ ის დაეხმაროს ხალხს გამოსვლაში, სიბნელიდან გამოსვლაში. აი ამიტომ არის პირველი ქრისტე და ამიტომ დგას ის თავში და არა ბოლოში.
აი მისგან განსხვავებით იუდა აკეთებს ესეთ რამეს, რომ იუდა ძალიან ჭკვიანი იყო, ძალიან კარგად ესმოდა ქრისტესი, აი უნიჭიერესი პიროვნება იყო, არის იუდა რა. ანუ იყო და არის, იმიტომ რომ ვამბობ, რომ დროდან გასული ვართ ჩვენ საერთოდ. უკვე დროდან გასული ვართ და ჩვენ აღარ უნდა ვილაპარაკოთ წარსულში და არც მომავალში, ჩვენ მხოლოდ აწმყოში უნდა ვილაპარაკოთ. მოდი და ვილაპარაკოთ აწმყოში, რადგან ქრისტიანს გვასწავლის. იუდა არის ძალიან ჭკვიანი პიროვნება, იუდა ძალიან კარგად იგებს ადამიანებისას, იუდას ძალიან კარგად შეუძლია ადამიანებთან საუბარი. იუდა არის უძლიერესი პიროვნება, ერთ-ერთი უძლიერთაგანი ქრისტეს მოწაფეთა შორის და სწორედ ეს ხუპავს იუდას. რამე თუ იუდამ ვერ გაიგო ქრისტეს ეს მდგომარეობა, რომ შენ იმიტომ კი არ ახარ ამ ქვეყანაზე მოვლენილი, რომ შენ ამოქმედო ხალხი, შენ სიტყვაზე ატარო ხალხი, შენ გცენ პატივი, შენ იყო ძალიან ხო, ნუ რა ვიცი, მდიდარი თუ რაც მატერიას ჩარჩენი, არამედ იმისათვის, რომ შენ თუ ხედავ, რომ საშველია კაცობრიობა, ხო? თუ ვთქვათ, ხედავ, რომ აი 12 კაციანი ჯგუფი ვართ, დავდივართ და ჩვენი ქალებიც დაგყვებიან. 12 კაცი ხო არ იყო, იქ ქალებიც ხო დაყვებოდნენ, კაცო, არც ერთი ქალი არ არის ნახსენები სამწუხაროდ მაგდალინელის გარდა. იქ კაცებზე უფრო მეტი ქალები დაყვებოდნენ ქრისტეს, იმიტომ რომ იმ დროში კაცები აღარ იყვნენ ხალხო, მთელი ახალგაზრდები დახოცეს, როცა ქრისტე დაიბადა და ეგ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კაცების დეფიციტი იყო და ქალები უფრო მეტი იყვნენ. ამიტომ ქალები უფრო მეტი დაყვებოდა ქრისტეს, უფრო მეტი ქალი მოწაფე ყავდა ვიდრე კაცი. ამიტომ იყო 12 კაცი მოწაფე და 40 ქალი, ხო? აქედან გამომდინარე, მეგობრებო, არის ესეთი მდგომარეობა, რომ ქალის ხასიათი არის უფრო მზრუნველი. ის არ ფიქრობს, რომ აი ის მოვკლა, იმიტომ რომ მე უნდა ვიყო პირველი და მე უნდა ვიჯდე ტახტზე და მე უნდა მქონდეს ძალაუფლება. ქალი ფიქრობს უბრალოდ როგორ ბედნიერ, არ ვიცი ხა რამდენი ქალი ფიქრობს ბედნიერებაზე, დღესდღეობით ქალების მდგომარეობა უფრო სხვანაირია. მე თუ მკითხავ, დღესდღეობით ქალები უფრო საშინელი არიან ვიდრე კაცები ამ თვალსაზრისით, მაგრამ ქალის ნატურა, ხო, ქალის ბუნება არის უფრო მზრუნველი. ის არასდროს არ იფიქრებს, რომ მოვკლათ, დავხოცოთ, გავანადგუროთ ჯარებით 10,000-ობით ადამიანი. მას სტკივა ეს შინაგანად. იმიტომ რომ იცის რა არის დედამიწაზე სიცოცხლის მოვლინება. როდესაც დედამიწაზე სიცოცხლე მოდის, ის ტკივილის გარეშე არ მოდის. და ეს ტკივილი ქალს ზრდის, ამიტომ რამდენი შვილიც ყავს, იმდენჯერ გასულია ქალი, იმიტომ რომ ყველა ძვალი ეხსნება ამ დროს ამ ქალს. და ეს გახსნა მხოლოდ ცვლების ფიზიკური გახსნა კი არ არის, სულიერი გახსნაც არის ამ დროს. როდესაც სამყაროსთან კავშირდები, როდესაც იმ სინათლესთან კავშირდები, როდესაც რომელმაც გვშო ჩვენ ყველა და სიტყვაც და ყველაფერი, ხო? და ბრძოლის ველი არის ასეთი, რომ შენ ვისაც შობ, სამწუხაროდ შეიძლება ისვე გახდეს შენი განმანადგურებელი. ასე მოხდა დედამიწის გარდაქმნაში, ტიამატის დედამიწის გარდაქმნაში, როდესაც მისმა ნაშობმა თვითონ ტიამატი გაანადგურა. ტიამატი არ არის სწორი სიტყვა, თიამატ არის ეს სიტყვა და თიამატ არის სწორი და არა ტიამატი. თიამატ, როდესაც ანადგურებს თავისი ბექნილება თიამატს, შემდეგ ის გარდაიქმნება დედა მიწად. და დედა მიწა, აი დავიწყეთ ხო მიწის შექმნით. მიწის შექმნით დავიწყეთ ეს ლაიფი და მივადექით დედა მიწას. დედა მიწა არის ის პატარა ბჟუტავი, სინათლე იმ თიამათისა, რომელიც დედამიწის თვალია. დიდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით და იმაზე უფრო მეტის კიდე.
დედამიწის თვალი, რომელიც ყველაფერს ხედავს, ყველაფერი ესმის და ყველა გონშია და ყველა სივრცეში, ყველა დროში და ყველა განზომილებაში. წარმოიდგინეთ მისთვის რა რთული უნდა იყოს თავის ქმნილებებს რომ ხედავს უსუსურ მდგომარეობაში. რომელ დედას გაუხარდება თავისი შვილი სულსათრევი რო იყოს ხელით? არც ერთს. არც იმ პირველყოფილ სინათლეს გაუხარდება ეს, რომელი სინათლეც თვითმყოფადია და უპირობო. შარავან დედი პირდაპირ სიტყვაში მოცემული ინფორმაციები, რომელიც გეუბნება, რომ შარას ავალ დედასთან, ხო? ჩვენ ვისაუბრეთ წინა ლაივებში რა არის შარი და ვინ დააწესა შარი. ნიბირუდან ჩამოსულ ანუნაკებზე დაცემულ ანგელოზებზე და ასე შემდეგ, რომლებმაც თიამათი გახვრიტეს და შემდეგ დედამიწად აქციეს ნაფლეთებად და ერთ-ერთი ნაფლეთი არის დედამიწა მისი. და დედამიწას რომ შარი გადაავლეს და ამის იქით რომ ვერავინ ვერ იყურება დედასთან. შარში რო გახვიეს დედამიწა, ხო? აი ამ შარის ავან დედი არის სწორედ ის, ვინც ამის იქით გაიხედა. ვეფხვის წყალზანში, რომელიც ფარდაზეა საუბარი, რომ გაიხედე ფარდის იქით რა ხდება. ფარდის იქით სინათლეა და დედა დგას. არა მამა, რომელიც იბრძვის და ომებს აწარმოებს, ითხოვს შეწირვებს, ითხოვს მსხვერპლს, ითხოვს თაყვანს. არა მამა, არამედ დედა, რომელიც თვითმყოფადია და არაფერს არ ითხოვს, ოღონდ კარგად იყო შენ. წარმოიდგინეთ დედა, რომელიც დაიღალა და თავისი შვილი, ქმნილებები, რომლებსაც ხედავს, რომ ვერ იზრდებიან. ვისაც დედის მიმართ ოდნავ გრძნობა მაინც აქვს და არა აქვს ეს დაზიანებული დედასთან ურთიერთობა, იცის მან რამხელა შრომას დებს დედა თავისი შვილის აღზრდაში, გაზრდაში, თუნდაც მხოლოდ გაჩენაში. ბრძოლის ველი არ არის, მეგობრებო, ჩვენ ბრძოლის ველი, სადაც ჩვენ დგავართ და ერთმანეთს ვებრძოლებით და ის იმაზე უფრო კარგია და მე ისეთი ვარ და მე ასეთი ვარ და არა მე ვარ. არამედ ბრძოლის ველი აქვს დედას, რომელიც არის ყველაფრის შემქმნელი, რომლიდანაც გამოედინება ყველა სიტყვა, ყველა ძალი და ყველა ფერი. ყველა ფერს თავისი სიტყვით დატვირთვა აქვს და გეუბნება, რომ ყველა ფე მისგან გამოედინება. და შენ თუ ამბობ, რომ მე ფე ვარო, მაშინ ვინც თავის თავზე ამბობს მე ფე ვარო, მან უნდა გაუგოს დედას. შენ თუ ფე ხარ, მაშინ ვერ ხარ უზენაესი. შენ თუ ამბობ, რომ მე ფე ვარო, შენ ხარ დაქვეითებული. დედისგან გაყოფილი და გამოგდებული. იმიტომ კი არა, რომ დედამ გამოგაგდო შენ, იმიტომ რომ შენვე გამოყავი დედისგან შენი თავი. მეფეს ვესაუბრები. ვინც ამ სოფლის მეფეა, ყველა მეფეს ვესაუბრები. თქვენ არ იცნობთ დედას, თქვენ არ გიყვართ დედა და თქვენ ვერ აღიარეთ დედა. თქვენ გონიათ, რომ პირიქით არის, მაგრამ აბა თქვენს შინაგანში ჩადით და მიხვდებით, რომ ეხლა რასაც გეუბნებით არის სრული ჭეშმარიტება. ყველა მეფეს ვესაუბრები, ვინც თავის თავს მეფე უწოდა. გაკოცეთ, მიყვარხართ და
აბა თქვენიცით. წავედი ახლა დედამიწას მივხედო ისევ ჯობია. თორე მეფეები კი ზიან მე 7 სართულზე.